ჩვენ გუშინ ყველა მოვისმინეთ გია თორთლაძის საგანგებო მიმართვა, რომელიც მან ტიან-შანიდან ჩაწერა და რომლითაც სწორედ ამ რეჟიმის პატიმრებს და რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს გამოუცხადა საკუთარი სოლიდარობა. ახლა სწორედ გია თორთლაძე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა რომ აი ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში პირველ რიგში თქვენი მიმართვისთვის, რომელიც გაავრცელეთ გუშინ და ახლა თქვენ თავად გითხარით, სად ხართ და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, როგორ ჩანს ის პროცესები მაქედან, საიდანაც თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. იცით რა, მე ახლა ამ კუჩი ბიშკეკში ვარ, რამდენიმე დღე ჩამოვედი ცენტრალური ტიან-შანიდან დასასვენებლად, რამდენიმე დღე დავისვენებ და მე ისე უკან ავბრუნდები აკლიმატიზაცია დავამთავრებთ და ძალიან სერიოზულ ასვლაზე. მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ვისაუბრო, მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩემი დამოკიდებულება და ხარდაჭერა გამოუცხადო ჯერ ერთი ყველა პოლიტპატიმარს, სასტრაფოს არიან გასათავისუფლებლები, ეს ერთი. მეორე იმ დაშავებულ და დაზიანებულ ახალგაზრდებს, რომელსაც ასე უმოწყალოდ უსწორდება ეს რეჟიმი. ეს არის უბრალოდ პუტინ ივანიშვილის რეჟიმი. აი ესე რომ დაერქოს, არ არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი. და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა რატომღაც ვერ ხვდება ეს ხელისუფლება, ვის რიგში ჩადგნენ. ეს არის მხოლოდ სამი ქვეყანა დედამიწაზე, მე მგონი, თუ ახლა არ ვთვლი მე ისეთ ქვეყნებს, სადაც ქართული ხელისუფლება არ აყავთ, სადაც მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი ყავთ. ეს არის ჩინეთი და ჩრდილო კორეა. მესამე საქართველო. რუსებსაც კი, პუტინსაც კი დანიშნული ყავს იქ თავისი ოპოზიცია და ლუკაშენკოსაც მათ შორის. ამათ ეგეც არ აყავთ. ეს ერთი. მეორე, ეხლა ეს არალეგიტიმაცია კი აღარ არის მხოლოდ. ესენი ეხლა არალეგიტიმურად კი არ იქცევიან და არალეგიტიმურ კანონებს ღებულობენ. ესენი დანაშაულს ჩადიან თავიანთი ხალხის წინაშე. დანაშაულია რაც ხდება, გადაცმული ხალხი, დანაშაულია როგორ არბევენ აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს. დარბევა ხდება მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა საზღვრებს ცდებიან მომიტინგეები, სადრახის გადაცდენები. მშვიდობიანი მომიტინგეებით განან ქუჩაში და სასტიკად არბევენ. ეს არის დანაშაული. ამ ხალხმა, აი დაბრუნება უნდა იცოდნენ კარგად, რომ ისინი ადრე თუ გვიან ამაზე პასუხს აგებდნენ. უკვე მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი მათგანი ამოცნობილი არიან და ესე არ დასრულდება, თუმცა იქნება. ადრე თუ გვიან ეს დაიჯებიან ეს ხალხი. ეს მეორე ნაწილი. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ამდენი წელია 12 წელია ხელისუფლებაში არიან და მუდმივად ერთ და იგივეს გაიძახოდნენ ჩვენ რატო ვართ პრორუსები და ეგ რა გინებაც კი მოყოლოდა მას და ყველაფერი. აბა მეტი პრორუსობა რა არის? წყვეტენ ევროპასთან ხელშეკრულებით, ღებულობენ რუსულ კანონებს, შედიან პარლამენტში აბსოლუტურად ულეგიტიმურად ჯდებიან. მოკლედ ყველაფერს გაცდა ეს ხელისუფლება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი. მე არ მახსოვს, იცით რა? არ მახსოვს ამ ასეთი ტიპის მიტინგები ამდენი ხანი გაგრძელებული იყო საქართველოში და ამდენი ქალაქი ჩართული იყო. ასეთი რამ არ ახსოვს საქართველოს მიტინგების და ასე ვთქვათ პროტესტების ისტორიას. ამიტომ ეს უნდა გაითავისუფლონ, რაღაცნაირად შეიგნონ. როგორ ამთავრებენ დიქტატორები, ფაქტობრივად დიქტატურის გზა არის და პირდაპირ უკვე შეიძლება გაცხადდეს კიდევაც რომ ეს უბრალოდ სხვა არაფერი არ ქვია მას. ამიტომ უნდა იცოდნენ როგორ სრულდება მათი ბოლო დასასრული როგორი ეს უნდა კარგად გაითავისონ ეს ერთი და ერთადერთი გამოსავალი აქედან კეთილნა ინებონ და გამოვათ გაუშვან ყველა პატიმარი ჯერ და მე გამოაცხადონ ახალი არჩევნები და ნახოთ ერთი რამდენი პროცენტს აიღებენ უკვე მე ახალ არჩევნებში ამათ მათ მიწავდათ ამ არჩევნებში ამ არჩევნების წინ ისინიც კი დაგარგეს უკვე თავიანთ საქციელის გამო მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ვეღარანაირად ვეღარ ეგუებიან აი ამ რეჟიმს და აი ამ საქციელს ვერაფერს ვეღარ ხსნიან. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მოქალაქის არის მხოლოდ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რამეში გამოვიხატოთ. არ დავიღალოთ. მე შემოგერთეთ, მე პირველ დღეებში მან ვიყავ, მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ აქ შემოვიდე. და ძალიან დიდი მადლობა, ეს არ შემიძლია რომ არ ვახსენო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ნიკა გილაუს, იმიტომ რომ მისი მხარდაჭერით ვარ აქ დამსვენ. და ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. როგორც სპორტულში, ისე ნაწილობრივ პოლიტიკურში. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ეხლა რაც შეეხება
გამოსავალს თუ ვერ ხედავენ ესენ და თუ ფიქრობენ, ესე იგი ხალხი დაიღლება, სახში წავა, დანარჩენი მსოფლიო აღიარებს მათ, არავინ ამათ აღარ აღიარებს, არც ამათ არჩევნებს, არც ამათ ლეგიტიმურობას, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დაინიშნოს არჩევნების შედეგებს ნახავენ და იქიდან გამომდინარე მერე გამოჩნდება გზა. ეხლა გზა არ ჩანს. ამათთვის ხელისუფლებისთვის გზა არ ჩანს. ხალხისთვის ჩანს, იმიტომ რომ ხალხმა დააზუსტა, დაადგინა, რომ ესენი არიან არალეგიტიმურები და არავინ აღარ შეეგუება ამათ პარტიებს ქვეყანაში. ბატონო გია, თქვენ ამბობთ და პრინციპში ხო მოთხოვნაც მთავარი მოთხოვნა ზუსტად ეს არის, რომ ყველა რეჟიმის პატიმარი უნდა განთავისუფლდეს და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არ ესმის აბსოლუტურად არც ერთი მოთხოვნა და ისინი აპირებენ, რომ ახლა 29-ში გექნებათ ალბათ ინფორმაცია, რომ პარლამენტში იქნება ინაუგურაცია ყაველაშვილის. ხო, აი როგორ ფიქრობთ, რამ უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები? ეხლა ჩემ დამოკიდებულებას გეტყვით. პირველ რიგში რაც არ უნდა გადაწყვიტოს ამ პარლამენტმა, ეს ყველაფერი იქნება არალეგიტიმური. აქედან დავიწყოთ. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი გაწყვეტილება პარლამენტის, ნებისმიერი ინაუგურაცია იქნება, მაგრამ ეს არის არალეგიტიმური. ეს ერთი. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, იხტიბარს არ გაიწეხენ. კიდე კარგახან, სანამ რაღაც პერიოდი ალბათ არ გაიწეხენ, მაგრამ როგორც ისტორია გვაჩვენებს, სხვადასხვა ქვეყნებში ისე სწრაფად ხდება, მე უცბად, აი ერთიანად ჩამოსვლა ამ ყველაფერს, რომ არც ელოდებიან, არც თვითონ და არც ხანდახან არც ხალხი არ ელოდება ხოლმე. ამიტომ სანამ აქვს დრო იმისა, რომ ცივილურ ფორმებში დაუბრუნდნენ ისევ რაღაცა ლეგიტიმაცია შეძინონ თავის თავს. ამ შემთხვევაში გულისხმობ არჩევნებს. ხო? რაღაცა მოუბრუნდნენ და თქვა რომ ვატარებთ არჩევნებს, რადგან ამდენი ხალხია ქუჩაში, რადგან ამდენი ხალხი აპროტესტებს, ხო? ერთადერთი გზა ეგა. თუ არა და ხო, ამის ნიშნები არ არის ჯერჯერობით, ბატონო გია, ამას ვამბობთ, რომ ხედავთ თქვენს, რომ ამის ნიშნები ჯერ არ არის. არ არის, ხო, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ ეს ხალხი, ეს ხელისუფლება იქნება მუდმივად გარიყული სოფლიო თანამეგობრობისგან, ევროკავშირისგან, წარმატებული ქვეყნებისგან. მე არ ვიცი ახლა რომელ ქვეყანას მონახავენ, როგორც მაშინ თუ გახსოვთ რუსებმა მონახეს და ნაურუს და ვანუატუს აღიარებიეს აფხაზეთი. აი ესეთი ქვეყნები თუ აღიარებენ მათ ლეგიტიმურობას, გაუმართლოთ მათ მაშინ არა, მაგრამ ნუ ახლა ეს ვერ მოხდება და თუ მოხდება აი ესეთი ქვეყნები თუ აღიარებენ. სატელიტი ქვეყნები რუსეთის. ასეთნი გამომდინარე, პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, ეხა იქიდან რა შეიძლება მოყვეს, ხო ეს ერენ როგორ იქცევენ გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ სწრაფად არის უკვე ეს გასაკეთებელი ევროკავშირის მხრიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც და მათი დანარჩენი, ასე ვთქვათ, მეგობარი ქვეყნების მხრიდან. ყველანაირი ინდივიდუალური ასე ვთქვათ, სანქციები. ინდივიდუალური სანქციები ოჯახის წევრ ყველას ეს უნდა იგრძნონ. სხვა გზა არ უნდა დარჩეთ. დღეს ქართულმა ოცნებამ ეს თქვა, რომ პირველ ეგრეთ წოდებულ სხდომაზე ხო არ მიიწვიეს ელჩები, რომ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმეა და რა ესაქმებათ ელჩებსო და ახლა თქვენს რომ ინაუგურაციაზეო რა უნდათო ელჩებსო, ვერ დაეტევიან მაინც ამ დარბაზშიო და აი ეს რა არის, აი რას დაემსგავსა, მოდით ასე ვიტყვი რა. დამოკიდებულება მე დიდი ხანია ვაკვირდები ამ ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. ის მუდმივად ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს თავის ხალხს და ამას აკეთებს ხშირად, რაც მოვიდა მის მერე და ან ტყუილებით, გადაცნობებით, დაპირებებით ეს ყველაფერი ადრე იყო, ეხლა თვათ აი ესეთი დარბევები და საშინელი ქცევით, ხო? მაგრამ პარალელურად თავისივე პარტიის წევრებს ექცევა დამამცირებლად, ან მოხსნის, დანიშნავს, გააგდებს, როგორ მოექცა ღარიბაშვილს, ხან მოიყვანა, ხან გაუშვა, ისევ გაუშვა, მოკლედ ესეთი დამოკიდებულება აქვს ხალხისადმი და თავისი კონკრეტული პარტიისადმი. ამიტომ რაღაცამ ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. მე ესე მგონია, რომ არ არის ჯანმრთელი მდგომარეობაში ახლა. ამიტომ მისი გადაწყვეტილებები არ იქნება ადეკვატური, არ უნდა ველოდოთ მისგან კაი რაღაც ნორმალური და ადეკვატურ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა გააცნობიერონ იმ მაგისმა პარტიის წევრებმა, რომლებიც ახლა ზიან პარლამენტში და
უკანონობაში ჩადიან, იმიტომ რომ ეს კაცი ბოლოს ჩაჯდება თვითონაც და გაფრინდება და ეს დარჩენები დარჩებიან აქ ამ ქვეყანაში და პასუხი უნდა აგონ მე უკანონობის ჩადენისთვის, ხო და არ ვიცი, ამიტომ ჩვენი თავარი მესიჯი ხელისუფლებისადმი ქართული ხალხის უნდა იყოს დაუმორჩილებლობა, უნდა იყოს რომ არ ვიღლებით, არ ვიშლებით, აი ესე ვიქნებით და თქვენ ნახოთ აბა ერთი როდემდე და რა შედეგს მიაღწევთ. აი ესეთი სხვა გზა არ აქვს ამ ეტაპზე და რა ვიცი, ყოველდღიურად შეიძლება რაღაცები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ დაველოდოთ უნდა მოვლენებს და მუდმივად ვაფიქსიროთ ყველგან, სადაც შეგვიძლია რომ ეს არის არალეგიტიმური და სასტიკი ხელისუფლება, რომელიც სასტიკად ექცევა თავის მოსახლეობას და თავის მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. კი, თქვენ ახსენეთ ბატონო გია, რომ გაიქცევა თვითონ ბიძინა ივანიშვილი და არავის ადგილი არ დარჩება იმ თვითმფრინავში, ნამდვილად და ასლან აბაშიძე არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, როცა წავიდა, შეაფარა თავი მოსკოვს და ხუები დატოვა ისე. ბატონო გია, თქვენ ასევე ძალიან კარგად იცით, მიგიღიათ მონაწილეობა არაერთ საპროტესტო აქციაში, ხო? ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მახსოვს ეს ყველაფერი ძალიან კარგად. აი ის მეთოდები, რომლითაც ახლა გაუსწორდა ქართული ოცნება აქციის მონაწილეებს. დარბევაც გვინახავს, ჩვენ აქციის დაშლაც გვინახავს, არაერთი კრიზისული პერიოდიც გამოგვივლია, მაგრამ აი ზუსტად თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა რომ თქვათ, წამება და არა ადამიანურ მოპყრობად უკვე შეფასდა ქვეყნის შიგნითაც და ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც ის რაც ჩაიდინეს აი ამ ძალოვანი უწყების თუ გაურკვეველმა ზონდერებმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ხო, აი ასეთი რამე გახსენდებათ ოდესმე, აი რა კვალიფიკაცია, რა შეფასება, რა ახსნა შეიძლება ამ ყველაფერს კონდეს, ბატონო გია? მე მაგონდება დიახ, მე არა, რაც საქართველოს დამოუკიდებელია, იმის მერე მე ასეთი რამ არ მაგონდება. რომ ასე სასტიკად უსწორდებოდნენ ეს ერთი, თუმცა იყო დარბევები, ასე გაუგებარი ხალხი შემდეს ვიღაცებს, რაღაც გადაცმული ნიღბებით, გაუგებარი ხალხი ვერ გაიგებ ვინ არის. არანაირი აღნიშნული ნიშნები არ აქვს. მაგრამ მე მაგონდება, ეს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ 9 აპრილს, როცა მაგრამ იქ არ იყო ქართველები, ხო? ქართველები არ გვიშებოდნენ, მაგრამ რაც გვიქნის 9 აპრილს. იქით ქართული მილიცია ხალხს იცავდა. ეს იყო უცხო ქვეყნის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკე. და ეხლა ქართველები ჩადიან ამაზე. და იმათ ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები არიან ქვეყნის წინააღმდეგ წასული ხალხი. თავის მოქალაქეების წინააღმდეგ, თავის ახალგაზრდების წინააღმდეგ და ეს ადრე თუ გიან ყველაფერი გაირკვევა, დაფარული, არაფერი არ დარჩება და არ ვიცი, თუ შეუძლიათ რამე იმ თავის ოჯახის წევრებს რამენაირად იმოქმედონ, მაგრამ უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ ისინი დაიჯებიან ადრე თუ გიან, აუცილებლად დაიჯება ყველა. კი, ნამდვილად ხანდაზმულობა არ აქვს აი ამ სისასტიკეს და ამ დანაშაულს, რასაც ისინი ჩადიან და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება აი ამ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე და ბოლოს ბატონო გია, რაც გაქვთ სათქმელი, აი მოგცემთ ახლა საშუალებას, რომ ჩვენი საუბრის ბოლოს მიმართოთ, ვისაც გნებავთ და გააკეთოთ ის მიმართვა, რომელიც თქვენ გსურთ და ამის შემდეგ დაგემშვიდობებით. და აღფრთოვანი და გამოვხატო, აღფრთოვანება გამოვხატო ჩვენი ახალგაზრდობის მიმართ. ესეც შეუპოვრობა არ მახსოვს მე საქართველოში. ამდენი ახალგაზრდის ასეთი შეუპოვრობა. მე არ მახსოვს. ამიტომ აღფრთოვანებული. ასევე ვარ აღფრთოვანებული სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით. არაერთი, მრავალი ქმედებებით. მართლა აღფრთოვანებული. და საერთოდ როცა ლაპარაკობენ ხოლმე რომ ეს აქციები, ეს ახალგაზრდები ფაქტორული, მაგრამ იქ არ არიან მარტო ახალგაზრდები, იქ სხვა ხალხიც მინახავს უფროსი თაობა, ჩემზე უფროსებიც და ამიტომ მთელი ერი შემთხვევაში დგას ფერზე. მე მინდა მივმართო ყველას და პირველ რიგში ჩემ თავს, რომ არ დავიღალოთ მუდმივად აი ესე დღეში მოყავდეს ეს ხელისუფლება და აი ესე უნდა ვიყოთ. სხვა გზა ამ ეტაპზე არ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით ეს სხვა გზა სხვა მხრიდანაც გამოჩნდება, მათ შორის სოფლიოს სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ნახოთ და აი რაღაც დავილოდოთ ასე ვთქვათ მოვლენების განვითარებას. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია, დიდი მადლობა რომ აი ასე ამ ვითარებაში მოახერხეთ, ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში და მაგიდანაც სოლიდარობას და თანადგომას უცხადებთ იმ ადამიანებს, ვინც 24 საათი იბრძვის საქართველოს. დიდი მადლობა ქართულ ხალხს და რა თქმა უნდა
როგორც კი აი ამ სერიოზულ ასვლას მორჩები, მეც მანდ ვიქნები და შემოვერთები ჩემ მოქალაქეებს და ჩემ თანაქვეყნის ასე ვთქვათ, ყველა მოქალაქე. მე მინდა სხვა ქალაქებში ჩავიდე, როცა ჩამოვალ მან. ნუ ეგ უკვე მომავალი საქმეა. კი ბატონო და მანამდე საქართველოს დროშა აუცილებლად იფრიალებს ყველა იმ მწვერვალზე, სადაც თქვენ ახვალთ. საქართველოს დროშასთან ერთად მწვერვალზე ავა დროშა, რომელსაც აწერია საქართველოს ოკუპანტების გარეშე და უკვე 7 მწვერვალზეა ნამყოფ, მათ შორის ევერინზე და ახაც ავა. და ვაფიქსირებ ამ ცხოვრებაში.